სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგახაროთ საკურნებელად სულისა და ხორცისა იყოს წმინდა. ზიარება დღეს მსახურების დროს მოვისმინეთ სახარებიდან ის ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარი გადაცურავს გადავა ზღვით გერგესეველთა, ანუ ღადარინელთა მხარეში და იქ შემოხდება მას ორი ეშმაკეული, ორი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯაჭვებით ყავდა შეკრული და საფლავებში ცხოვრობდნენ. ძალიან საშიშები იყვნენ და იმ გზაზე არავინ არ გადიოდა. ხოლო უფალი ამ ადამიანებისაგან განდევნის ეშმაკს, განდევნის ბოროტს და ეს ეშმაკები თხოვენ, რომ იქვე მდგარ ღორების კოლტში რომ შევიდნენ და მართლაც აი ამ კოლტში შესვლის უფლებას მიცემს ქრისტე და ეს ღორების კულტი გადაეშვება კლდიდან და გადაიჭეხებიან ეს ათასობით ღორი ამ ზღვაში. რაისი სწავლება უნდა უფალს ამ ეპიზოდით სახარებიდან ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანია. უფლისათვის შეუძლებელი არაფერი არ არის, მხოლოდ ერთი სიტყვით აი ესეთი ძიმე დაავადებული, ეშმაკით შეკავებული ადამიანები განიკურნენ. ხოლო რა ხდება შემდეგ, როდესაც ამას მწყემსები ნახავენ, შევლენ ქალაქში და მოუყვებიან, თუ როგორ განკურნა უფალმა ეს ორი განსაკუთრებულად ძიმე ყოფაში ყოფი ადამიანი და გამოვა ეს მთელი ქალაქი და ამხელა სასწაულის შემხედვარე მაცხოვარი იესო ქრისტეს ეუბნებიან, რომ დასცილდეს მათ საზღვრებს, წავიდეს მათგან. ეს ებრაელი ადამიანები არიან, რომლებიც ყველა იმ დროს მაცხოვარს ელოდებოდნენ და იმდენად იყო მათი გულები, მათი სულები დამძიმებული ყოველდღიური ყოფით, რომ მაცხოვარი ამხელა სასწაულის შემოქმედი მათი საზღვრებიდან განდევნეს. და დღევანდელ დღეს ჩვენ რას ვსწავლობთ აი ამ ყოველივეთი? ვსწავლობთ იმას, რომ ეშმაკეულობა მხოლოდ ეს მდგომარეობა კი არ არის, რასაც სახარებაში ვკითხულობთ, რომ ჯაჭვებით იყვნენ შეკრულები ეს ადამიანები, იმდენად დიდი ძალის მფლობელები იყვნენ ბოროტიდან გამომდინარე, რომ ადამიანების, ბევრი ადამიანის დააზიანება შეეძლო. არამედ შეპყრობილობა არის თითოეული მანკიერება, თითოეული ცოდვა, რომელზეც ადამიანი შეიძლება იყოს დამოკიდებული და თან თვლიდეს, რომ მორწმუნეც არის, მაგრამ რაღაც დროს უფალს საზღვრებს უდგენდეს. დღევანდელ დღეს უამრავი მანკიერი თვისება შეიძლება გქონდეს. ეს არის ნარკომანია, აზარტული თამაშები, რუშობა, თუნდაც სიგარეტის მოწევა და ადამიანები თვლიან ძალადობა, მრისხანება და ადამიანები თვლიან, რომ მორწმუნეებიც არიან, მაგრამ რაღაცა ზღვარს იქით უფალს უშვებენ. რომ უფალი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ მშვიდნი, მაგრამ მე თუ მრისხანე ვარ, ესე იგი ამას რაღაცით ვამართლებ და უფალს ვეუბნები, რომ საზღვის იქეთ იყოს. რადგან მე ესე არ მაწყობს, მე თუ განკითხველი ვარ, ადამიანებს განვიკითხავ და ეს მე შეიძლება ასე ვთქვათ სიამოვნებას არ მანიჭებდეს, მაგრამ თვისებაში მაქვს. რაღაცით ვამართლებ ამ ყველაფერსაც, რომ მე ამას იმიტომ და იმიტომ განვიკითხავ, რომ ეს საჭიროა და ამითაც ზღვარს ვუდებთ უფალს. ნებისმიერი ეს მანკიერება არის ზღვარის დადება უფლისა და ჩვენც იგივეს შემოქმედნი ხდებით, რაც აი ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა გააკეთეს, რომ უფალს უთხრეს, რომ წადი, გიყვარდეს მტერი შენი, ხო? უფალი გეუბნება. ჩვენ გულში სხვადასხვა ადამიანები შეიძლება ბრძულდეს. სახარებაში ვკითხულობდეთ, რომ გიყვარდეს მტერი შენი, მაგრამ ამითაც ზღვარს ვუდებთ უფალს, რომ შენ კი მეუბნები, რომ გიყვარდეს მტერი შენი, მაგრამ მე არ მაწყობს შენი ეს სიტყვები, ამიტომ მე ჩემი აზრი უფრო კარგად და სწორად მიმაჩნია, ამიტომ უფალო იყავი მოშორებით, ჩემი აზრით ვიცხოვრებ. ჩემი აზრით ვიცხოვრებ, რომ ეკლესია გეუბნება, რომ ძალიან ელემენტარული სიგარეტის მოწევაც არის ცოდვა. მაგრამ შენ თვლი, რომ ეს
ცოდვა არ არის, ან ეს ისეთი ცოდვა არ არის, როგორიც სხვა ცოდვებია და ამითაც თავს იმართლებ და ამითაც ზღვარს უდებ უფალს და ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ თუ უფალს ზღვარს დაუდებთ, უფალი ძალიან მარტივად აი სახარებაშივე წერია, რომ ამათ მოუთხეს რომ გარიდებოდა და უფალის გაერიდა მათ. აი ესე გაგვერიდება უფალი. და მამები ბრძანებენ რომ ბოროტი და ეშმაკი ადამიანის ნებართვის გარეშე, ადამიანის სურვილის გარეშე ჩვენში არ შემოდის. ზაობა ჭირდება მას ადამიანის ასე მოინდომოს და შევიდეს, ასე არ ხდება თუ კი ადამიანი ცოდვებშია, თუ კი ადამიანი მანკიერებებშია, ბრუშობს ათასად გვარ ძიმე სცენით არის შეფრობილი, სწორედ რაღაცა დროს მან შემოუშვა ბოროტი და ბოროტმაც ნახა მასში ბინა და შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს ეს განსაცდელი, რომ ბოროტი იყოს ადამიანში ჩასახლებული და ძალიან ბევრი ადამიანის ხილვა ვიწევს სასულიერო პირებს აი ამ უმძიმესი მდგომარეობაში ყოფებისა და თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ ადამიანი შემოbrunდეს ღვთისაკენ, ადამიანმა შეინანოს ცოდვები, ადამიანმა თქვას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა დავიწყო ეკლესიური ცხოვრება სინანულით, აღსარებით, ზიარებით და უფალი აუცილებლად მოგხედავს ჩვენ და უფალი აუცილებლად ჩვენ თუ ერთ ნაბიჯს გადავდგავთ უფლისაკენ, უფალი 10 და 100 და 1000 ნაბიჯს გადმოდგავს ჩვენსკენ და არ უნდა ჩავრჩეთ აი ამ წუმპეში, ამ ცოდვებში, ლოთობაში, ნარკომანიაში, რისხანებაში, უნდა მოვბრუნდეთ ღვთისაკენ, უნდა მოვბრუნდეთ ეკლესიისაკენ და უფალი აუცილებლად შეგვეწევა და უფალი აუცილებლად გადაგვარჩენს. არ არსებობს ცოდვა, რომელსაც უფალი არ გვაპატიებს. ერთადერთი რაც ვერ გვეპატიება, ეს არის მოუნანიებელი ცოდვები. ანუ რასაც ჩვენ არ მოვინანიებთ, ის ცოდვები ჩვენ არ გვეპატიება. ასე რომ დღევანდელმა სახარებამ შეგვაგონა და გვითხრა რომ უფალს საზღვრები კი არ უნდა დაუდგინოთ და უფალს კი არ უნდა ვთხოვოთ რომ გაგვცილდეს. უფალს უნდა ვთხოვოთ რომ მოვიდეს ჩვენთან და დაემკვიდროს ჩვენ სულებში და ერთობით ვადიდებდეთ მამას, ძეს და სულსაც, წმინდასა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.